ბოლო წლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მუზეუმებში დამთვალიერებელთა ნაკადმა მნიშვნელოვნად იმატა. ეს განსაკუთრებით ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში შეინიშნება. ფონდების მცველის ნინო ნიბლაძის ინფორმაციით წინა წლებთან შედარებით 1000 ვიზიტორით არის გაზრდილი მუზეუმის დამთვალიერებელთა რიცხვი, რომელთა შორის არაერთი უცხოელი ტურისტია. ამას კი ხელი შეუწყო ყოველწლიურმა საერთაშორისო კინოფესტივალის დაფუძნებამ, რომელიც ტრადიციულად ზაფხულობით იმართება. მიუხედავად ზამთრის პერიოდისა, დამთვალიერებელი ჩვენთან უკვე მოდის, მოვიდა უკვე, ჯგუფიც კი ყავდა. ძირითადად ახლა გაზაფხულიდან იწყება აქტიური სეზონი, რომ გამოთბება, უცხოელი ტურისტებიც აქტიურად დადიან და ძალიან დადებითი დინამიკა შეინიშნება გასულ წელთან შედარებით. 1000-ით მეტი და 4000-მდე დამთვალიერებელი ყავდა. სხვათა შორის ძალიან სიამოვნებს ეს, ძალიან გვახარებს ეს. აი ამას კიდევ ეხმარება ისიც, რომ 2 წელია თქვენთვის ცნობილია, რომ მოქმედი კინოფესტივალი დაარსდა და აღინიშნება ეს. ეს სტუმრებიც აუცილებლად ძალიან გვახარებს ჩვენ და მაღალი დონის სტუმრები მოდიან ჩვენთან, ასე ვთქვათ, გამოცოცხლდა, ასე ვთქვათ, ხელოვნების ზეიმი ტარდება ხოლმე აი ამ პერიოდში და გარკვეულწილად ჩვენ გვიხარია ეს ყველაფერი და ადამიანები, რომლებიც მოდიან, იცით რა შეინიშნება? დაინტერესებული ადამიანები მოდიან, მართლა რომ აინტერესებთ, აღფრთოვანებულები მიდიან, დაბეჭდილების წიგნშიც ფიქსირდება ამის შესახებ და აი ასეთი კარგი შედეგები გვაქვს ჯერჯერობით და იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი წელიც ასეთი კარგი და მრავალრიცხოვანი იქნება კიდევ